Დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივს ვიწყებთ. თანამედროვე ეკონომიკაში კომპანიების წარმატებას ორი მთავარი ფუნდამენტი განსაზღვრავს. პირველი ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობის უმაღლესი სტანდარტი და მეორე მყარი საერთაშორისო დონის იურიდიული არქიტექტურა. გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იქცა მომხმარებლის გამოცდილება ემოციიდან მკაცრად გაზომვად ბიზნეს უპირატესობად და რა შესთავაზებს კერძო სექტორს. რიგით მესამე CX ბიზნეს სამიტი, მეორე ბლოკში კი გაგაცნობთ ქალს, რომელმაც ამერიკული განათლება და ნიუ-იორკის იურიდიული პრაქტიკა საქართველოში საკუთარი საადვოკატო კომპანიის განვითარებისკენ მიმართა. მომდევნო 1 საათის განმავლობაში მე ლიკა მეგუთნიშვილი ამ საინტერესო თემებს ჩვენ სტუმრებთან ერთად გავაანალიზებთ, თუმცა იქამდე ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს უნდა გადავხედოთ. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 5-ვე ტენდერი ჩავარდა. საუბარია 12.300.000 ლარის ღირებულების ტენდერებზე, რომლებიც თბილისის მერია 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შეწყვილების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად ამ ტენდერებში წინადადებები არც ერთმა კომპანიამ არ წარადგინა. საქართველოს დერეფნით ტრაილერების გატარების კლება იანვარ-თებერვალშიც შენარჩუნდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით წლის პირველ ორ თვეში ბიუჯეტში გზად-სარგებლობის გადასახადიდან 23.707.000 ლარი შევიდა, რაც წლიურად 3%-იანი კლება. იანვარ-თებერვალში საქართველოს გზებით 67.736 ტრაილერმა ისარგებლა. შარშან ამავე პერიოდში ტრაილერების რაოდენობა 79.998-ში ატყენდა. წელს საქართველო ორ თვეში 7.070.000 დოლარის ღირებულების 363.1 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 165.5%-ით, რაოდენობრივად კი 125.2%-ით მეტია. პარალელურად 18%-ით გაიზარდა ფასი. თუ 2025 წელს იმპორტირებული ხორცის ფასი საბაჟოზე 4 ლარი და 83 თეთრი იყო, 2026 წელს 5 ლარი და 70 თეთრია. საქართველოს წელს 388.500 დოლარის ღირებულების 5 მილიონი კვერცხი იყიდა, მაშინ როცა გასულ წელს იანვარ-თებერვალში იმპორტი ნულოვანი იყო, რაც შეეხება წლიურ ჭრილს. სტატის მონაცემებით 2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა, კერძოდ გასული წლის 12 თვეში ქვეყანამ 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.4%-ით ნაკლები კვერცხი შეიძინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BAG-ის ორგანიზებით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის რეგულაციაზე ბიზნესთან შეხვედრა შედგა გუშინ. FS საქართველოს კორპორაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ გუნძაკიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგი დადგენილების გამოქვეყნებამდე გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა. მისი თქმით, ბიზნეს სექტორმა სამინისტროს გააცნო კონკრეტული ხედვა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს შემოთავაზებული რეგულაცია ეკონომიკაზე, ლოგისტიკასა და დასაქმებაზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემას ვაგრძელებთ. სფეროთი, რომელმაც ბიზნესის კეთების ტრადიციული წესები სრულად შეცვალა. დღეს, როცა ბევრი კომპანია ჯერ კიდევ მხოლოდ პროცესების, პროდუქტებისა და გაყიდვების ოპტიკით უყურებს ზრდას, თანამედროვე კონკურენციაში გამარჯვებულს მომხმარებლის გამოცდილება წყვეტს. სწორედ ამ ეკოსისტემის გასაძლიერებლად მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო CX Hub-ი 3 აპრილს ბილდმორში რიგით მესამე მასშტაბურ CX ბიზნეს სამით ჯორჯიას ატარებს. 2023 წელს ეს საქართველოში პირველი პრეცედენტი იყო. 2026-ში სამიტი კიდევ უფრო ძლიერი ამბიციით ბრუნდება გააერთიანოს ლიდერები და პარტნიორები, რომლებიც CX აღიქვამენ არა როგორც უბრალოდ სასურველ მიმართულებას, არამედ როგორც ფინანსურად გაზომვად ბიზნეს უპირატესობას. სამიტი ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო პრაქტიკას, AI ინსტრუმენტებსა და პროფესიულ ქსელს, რომელიც კომპანიებისთვის ზრდის ახალ წერტილებს ქმნის. როგორ იცვლება ქართული ბიზნესის მიდგომა მომხმარებლის მიმართ და რას უნდა ველოდოთ წლევანდელი სამიტისგან? ჩვენი სტუმრები არიან სამიტის ორგანიზატორები და CX Hub-ის თანადამფუძნებლები ნათია ჯიბლაძე და ნანა ახუბაძე, რომლებიც გვერდდებიან ახლა პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, გოგოებო. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა და კიდევ უფრო მიხარია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად პირველი ნაბიჯებით და განვითარების ყველა ეტაპიც
ჩვენს თვალწინ გაიარა ამ სამიტმაც და Six Hub-იც რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ასე ვთქვათ, ქალების ნარატივის თვალსაჩინოში დგამდა ყველა პროგრესულ ნაბიჯს განვითარების გზაზე და მადლობა იმისთვის, რომ ეს სიახლეც ასე ვთქვათ, ჟღერდება დღეს ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნანა, მოდი თქვენგან დავიწყოთ და სანამ Six Hub-ზე გადავალთ, მინდა რომ სამიტის შესახებ მოვუყვეთ სრულად და დეტალურად. რითი არის წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული და როგორც ვიცით, გარკვეულწილად მასშტაბით შეიცვალა, უფრო გამსხვილდა, არიან საერთაშორისო სპიკერებიც არაერთი წარმოდგენილი და მოგვიყევით როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ჭრილში, ვინ, როგორ და რა თემებს დაფარავს თქვენს ღონისძიებაზე. მადლობა, მოგესალმებით. მართლაც ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც გრძნობთ ეს 3 წელია ფაქტიურად მართლაც სამიტი ქალების ნარატივთან ერთად განვითარდა და გაიზარდა. მესამე წელია, როგორც ვახსენეთ, ვატარებთ Customer Experience Business Summit-ს. პირველი წელი იყო ჩვენთვის სასიამოვნო გაუცება და აღმოჩენა, რომ ეს მიმართულება, რაც არის მომხმარებლის გამოცდილების მართვაც, მართლაც საინტერესო არის ქართველი ბიზნესებისთვის, თუმცა ასევე საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ცნობიერება ამ თემის მნიშვნელობების მიმართ და ცოდნა ჯერ კიდევ არ იყო მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე და ზუსტად ეს იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, მამოძრავებელიც, რომ სამიტი არ დარჩა ერთჯერად ღონისძიებად და რაც განგრძობითი სახე მიიღო და შეიქმნა როგორც სივრცე, სადაც ბიზნესს შეუძლია მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვით, იქნება ეს ტექნოლოგიური მართვა, ადამიანური, ესე ვთქვათ, სერვისის კონტექსტის მართვა, თუ მოკლედ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი წამოგვეწია და მისი მოკლედ ბენეფიტები მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჭრილში გაუზიაროთ, გავაცნოთ ახალი პრაქტიკები და უკვე მეორე წელს ასევე კიდევ ვალიდაცია იყო ჩვენთვის, რომ გაცილებით მეტი სტუმარი დაიწყო ღონისძიებას, სპიკერებითაც საკმაოდ დახუნძლოდ ვიყავით წარმოდგენილი და აი მესამე წელსაც მოკლედ აქტიურად მართავთ ღონისძიებას. წლევანდელი სამიტის, ასე ვთქვათ, ძირითადი ფოკუსი 3 არეალი გვექნება. ეს არის ინოვაცია, ინტეგრაცია და ინტერაქცია, რომ ავხსნათ მოკლედ რა კავშირშია ეს თემები ერთმანეთთან. ინოვაცია თავისთავად, რა თქმა უნდა, იწვნება მაღალ ტექნოლოგიებს და AI ინსტრუმენტებს, რომელიც საკმაოდ მძლავრად არის დღეს წარმოდგენილი ბაზარზე, თუმცა აქ რაც არის გამოწვევა არის ის, რომ როგორ შეიძლება რომ სწორად იყოს გამოყენებული ეს ინსტრუმენტები, რა მეთოდოლოგიას უნდა დაეფუძნოს იმისთვის, რომ სწორედ ჩავაინტეგრიროთ მომხმარებლის გამოცდილების მართვის სისტემებში. მეორე ნაწილი უშუალოდ ინტერაქცია რაც შეეხება ინტერაქცია ისევ და ისევ ფოკუსირდება მომსახურების ადამიანურ ელემენტებზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხოვრობ ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი ტექნოლოგიების ერაში, რამდენად მნიშვნელოვანი რჩება კომპანიებისთვის ეს ადამიანური ურთიერთობები მომსახურების კონტექსტ, რასაც ვეძახით. მესამე ნაწილი არის უკვე ინტეგრაციის კომპონენტი, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო ახალი მიმართულება და თემა არის, ახალი სამიტის კონტექსტში. ეს არის უკვე ინკლუზიურობის ნაწილი, ანუ რამდენად უქმნით გამოცდილებას არა საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს, არამედ უკვე ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენგან გაცილებით მეტი ზრუნვა ჭირდება. ამიტომ ეს კომპონენტიც იქნება წარმოდგენილი თავის საინტერესო სპიკერებით. საერთაშორისო სპიკერების ნაწილს დავუბრუნდები, წელს ესეთი ფორმატი ცოტა შევცვალეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ გვეყოლება გლობალური Six ექსპერტი ნინკა ბლუმი, წარმოდგენილი საერთაშორისო keynote speaker-ის რანგში, რომელიც არ დაასრულებს თავის, ესე ვთქვათ, გამოსვლას და ურთიერთობას აუდიტორიასთან მხოლოდ საუბრით. ნინკა გახლავთ Six Games, ეს არის ძალიან საინტერესო თამაში, customer experience-ის გარშემო, სტრატეგიული თამაში, ასე ვთქვათ, რომლის ელემენტებსაც ასევე აუდიტორია გაიცნობა და ჩაერთვება, ასე ვთქვათ, ამ თამაში სამიტის მიმდინარეობის დროს. ამიტომ ესეთი keynote speaker-ის ტრადიციული კლასიკური მიდგომა, რომ გამოვა ადამიანი ისაუბრებს მიგნებებზე, გაზიარებს საინტერესო სიახლეებს, აქ არ გაჩერდება, არ დასრულდება, ძალიან ესეთი ინტერაქტიული, ასე ვთქვათ, მიმართულება გვექნება keynote speaker-ის რანგში წარმოდგენილი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვეყოლებიან სხვა საერთაშორისო სპიკერებიც, მათ შორის
CX-აბი გახდა პარტნიორი არაერთი საერთაშორისო საინტერესო პლატფორმის, რომელიც ზუსტად აი ამ მაღალ ტექნოლოგიებს სწორედ და ეფექტურად მიმართავს მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის კუთხით. გვეყოლებიან მათი წარმომადგენლებით, ასევე ჩაგვერთვება CXPA-ის დამფუძნებელი, CXPA გახლავთ Customer Experience Professional Associations, ანუ პროფესიული ასოციაცია მიმართულებით, რომლის პირველი αφილირებული კომპანია გახდა CX-აბი ქართულ ბაზარზე და მოკლედ ესეთი საინტერესო ვარიალები გვექნება დაფარული ტექნოლოგიების ნაწილშიც, განათლების ნაწილშიც, ინტერაქციულობის კონტექსტშიც, ასევე ვისაუბრებთ მათ შორის დამწყები კომპანიებისთვის, SME კომპანიებისთვის, სტარტაპერებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ორიენტირებულობა, საინტერესო მოდელებს წარმოადგენთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ასე ვთქვათ, მზაობის ნაწილში. აი საერთაშორისო პარტნიორებზე მინდა რომ ეხა ნათია მოგვიყვეს უფრო ცვლად და დეტალურად, იმიტომ რომ ვიცი რომ SXL-იც გაფართოვდა CX-აბთან ერთად და უკვე არაერთ საერთაშორისო ექსპერტს ფარავს და მათ შორის ბიზნესთანაც მჭიდრო კომუნიკაციას კიდევ უფრო აძლიერებს ეს ყველაფერი. მოდი მოგვიყვებით დღეს უკვე თქვენი საპარტნიორო პორტფელი ვის მოიცავს, ვის აერთიანებს და რა შესაძლებლობას აძლევთ ამით ქართულ ბაზარს, ქართულ ბიზნესს ეს ყველაფერი ჯაჭულად როგორ მოქმედებს ერთმანეთთან. მადლობა ლიკა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. პრინციპში CX-აბი როგორც მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო თავის დროზეც ამ კონცეფციით ჩამოყალიბდა, თუმცა როგორც ერთ-ერთი რიგითი კვლევითი ან საკონსულტაციო სააგენტო ამ ფორმატით არ ყოფილა ჩვენი ხედვა. ჩანასახიდანვე ბევრად ესეთ ფართო მასშტაბს მოიცავდა ეკოსისტემის შექმნას, customer experience-ის მართვის ეკოსისტემის შექმნას საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა გაძლიერდებოდა საერთაშორისო პარტნიორობებით და იმ საერთაშორისო ასე ვთქვათ აქტივობებზე, ცოდნაზე, კომპეტენციაზე, მეთოდოლოგიებზე, სტრატეგიებზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, ხელმისაწვდომობით, რომელიც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. შესაბამისად, ჩვენი საპარტნიორო პორტფელი სწორედ ბრძანეთ საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივ მიმართულებებს ფარავს იმას, რასაც CX ეკოსისტემაში გლობალური კუთხით სხვადასხვა ინსტიტუციები აწვდიან და უზიარებენ საზოგადოებას. დღეს უკვე CX-აბის დახმარებით ქართული ბიზნესებისთვის და ბაზრისთვის არის ხელმისაწვდომი. დავიწყოთ პროფესიული განვითარებით, ჩვენ CX Community Georgia თქვენთან დაპირებულ და ანონსებული ასევე წინა თვეში გავხსენით და წელს უკვე ეს სამიტის შემდგომ აქტიურად უმასპინძლებთ ამ სფეროთი დაინტერესებულ პროფესიულ საზოგადოებას, იმიტომ რომ პროფესიული და კომპეტენციური გამოწვევები ჯერჯერობით კიდევ არსებობს ბაზარზე, ფრაგმენტულად აღიქმება ხოლმე მხოლოდ კვლევებით, რაღაცა კონკრეტული ინდექსების გაზომით მომხმარებლის კმაყოფილების მართვა, ან ტრენინგული, ან პრეტენზიების მართვის წერტილოვანი პრაქტიკებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება სტრატეგიულ სისტემურ დონეზე იყოს გადაწყვეტილი და ამ კუთხით CX-აბი პრაქტიკულ მხარდაჭერასაც უწევს ბიზნესს, მაგრამ პარალელურად ცდილობს, რომ კომპეტენციურად ეს საზოგადოება, ასე ვთქვათ, სხვა ნაბიჯზე და ეტაპზე გადაიყვანოს საფეხურზე, ამიტომ საერთაშორისო პროფესიული ასოციაცია CXPA ამ მიმართულებით მათი პირველი αφილირებული საკონსულტაციო სააგენტო გახლავართ წელს უკვე საქართველოში, როგორც ნანამ აღნიშნა, შემოგვიერთდება და ონლაინ მიმართავს ჩვენს აუდიტორიას ამ სამომავლო გეგმებზე მისი CEO და დამფუძნებელი გრეგ მელია. მეორე ნაწილი მნიშვნელოვანი არის უშუალოდ აღიარება ამ მიმართულებით და შაშან ჩვენ გავხდით და უკვე მეორე წელია გახლავართ ექსკლუზიური პარტნიორი საერთაშორისო CX დაჯილდოების მიმართულებით. შაშან ასევე გახდით ლონდონში, წელსაც ვემბლის სტადიონზე იმართება საკმაოდ პომპეზური დაჯილდოება ამ მიმართულებით, რაც ბიზნესს აძლევს საშუალებას, რომ გლობალური აღიარება მოიპოვოს მომხმარებელსა და თანამშრომელზე ორიენტირებული და გავლენის მომხდენი საინტერესო პრაქტიკებით. კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთს ფარავთ და კიდევ უფრო ფართო გეგმები გვაქვს აუცილებლად ამ მიმართულებით დაგიბრუნდებით. ასევე SEUS-თან პარტნიორობით მოგვიწია მე და ნანას წელს უკვე სამჯერ ვიზიტი უშუალოდ MIT-ში, რომელიც სოფლის პირველი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის, რომელიც საერთაშორისო ინდუსტრიებს გარდაქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტებად და ამისი მრავალმილიონიანი და მილიარდიანი პრაქტიკა და შედეგები მეტყველებს ამაზე. შესაბამისად, მთლიანად MIT-ის მეთოდოლოგია და მათი გლობალურ ლიდერთა ქსელის წევრობა CX-აბსაც და ქართულ საზოგადოებას და ეკოსისტემასაც აძლევს წვდომას მეთოდოლოგიაზე, რომელიც სტარტაპერობიდან, ანუ ბიზნესის ჩანასახიდან გლობალურ ბაზარზე გასვლამდე
ზუსტად მომხმარებელზე ორიენტირებული დისციპლინირებული ნაბიჯებით და კონკრეტული ფრეიმვორკით და მოდელებით ემუშავება ბიზნესს. ეს არის ის ძირითადი არეალები, რაზეც მუშაობთ. ახლა უახლესი რაც შემოგვიერთდა არის ის, რომ CX-ის სტრატეგიული მართვის ჰოლისტიკური პლატფორმა საქართველოში არ არსებობს. CX აქვს თავისი კონკრეტული გადაწყვეტა AI ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილებით, მათ შორის აუდიო მონიტორინგის კონტექსტში, რაღაცა მომხმარებლის ნებისმიერი უხილავი ნაბიჯების ანალიტიკის ნაწილში დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა, თუმცა შემოყვავს ბაზარზე კანადიდან და ამერიკიდან საერთაშორისო AI პლატფორმები, რომელიც ჰოლისტიკურად ერთ სივრცეში აქცევს მომხმარებლის გამოცდილებას და ბიზნესისთვის უფრო მარტივს ხდის ნებისმიერი შეხების წერტილში აღმოჩენას, ისე რომ კვლევებით ძალიან არ შევაწუხოთ მომხმარებელი და პირდაპირ მათი ნაკვალევიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ამოვიტანოთ ის მტკივნეული წერტილები, ის საინტერესო, ასე ვთქვათ, პრევენციული მექანიზმები და საინტერესო wow experience-ის შექმნელი ინიციატივები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ეს ამბავი და პრინციპში უახლოეს პერსპექტივას უყურებს, როგორც ვიცი ეს გეგმები და ჩვენს გვექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგ უკვე მათი შესრულება გავაცნოთ და გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ნანა, მომხმარებლის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ და მოდი ამ 4 წლიან პერიოდსაც გადავხედოთ, რაც CX-ი ოპერირებს საქართველოში. თქვენი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი პრაქტიკის აქტიური გაზიარებით. როგორ შეცვალეთ მომხმარებლის გამოცდილებას? ზოგადად ეს მიდგომა ქართულ ბაზარზე და როგორია დღეს ქართულ ბიზნესთან თქვენი თანამშრომლობა? რამდენად ხედავენ თქვენს როლს, მნიშვნელობას და საჭიროებას? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა არის და დროულიც. საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად პირველი სამიტი ჩვენი კომპანიის დაარსებას ძალიან მალევე მოყვა პირველი სამიტის ჩატარება და პირველივე სამიტი იყო ჩვენთვის რაღაცა ესეთი სასიამოვნო გამარჯვების შეგრძნება გაქვს ჩვენ თავთან, იმიტომ რომ სამიტიდანვე ლაივში ჩართვით და მე შემდგომ დღეებში მოყოლილი კომპანიმა დაიწყეს customer experience მენეჯერების მოძიება, მოკლედ ამ პოზიციაზე, რომ აი ამ ყველაფრისთვის ეს ზრუნვად, რაც დაუშვათ სამიტის ფარგლებში მოისმინეს. მაქედან მოყოლებული ნამდვილად ხედავთ, აი ცნობიერება და მნიშვნელოვნება ამ საკითხისთვის ნამდვილად ჩანს, რომ აქტუალური გახდა ბიზნესისთვის, თუმცა რაც ჯერ კიდევ დეფიციტური არის ჯამურად აღქმა თუ რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილების სისტემური მართვა. ინათია მახსენეთ დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან საინტერესო ჟღერდეს ეს ტერმინი, ყველა სხვადასხვა ინტერპრეტირება აქვს ამ მოკლედ მიმართულების, ხო? ზოგი აღიქვავს ამას სერვისის მართვად, სერვისის ხარისხის მართვად, რომ აი ფრონტლაინში მართო კარგად სერვისი და მოკლედ ეს არის მომხმარებლის გამოცდილების კარგად მართვა, ზოგი აღიქვავს პრეტენზიების მართვად, ზოგისთვის ეს მხოლოდ არის კვლევა მომხმარებლების და უკავშირის, ესე ვთქვათ, შემოტანა კომპანიაში, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა, რასაც გვაჩვენებს და რასაც მე და ნათია CX-ის დახმარებით გადაგებთ ჭყალებში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა შევხედოთ კომპანიებმა უნდა შეხედონ ცოტა ზედხედიდან და უფრო მეტად სისტემურად და ეს შენი მომსახურება იქნება, პრეტენზიების მართვა იქნება, თუ კვლევა იქნება, თუ ასე შემდგომ, ეს ყველაფერი სისტემურად თუ არ იმართა და სისტემური ცოდნა თუ არ გაჩნდა ორგანიზაციაში, მხოლოდ, არ ვიცი, ხარისხის მართვის სამსახური პირობითად ვერ უზრუნველყოფს კარგი გამოცდილების შექმნას, იმიტომ რომ კარგი გამოცდილების შექმნა საერთოდ ჩანასახში პროდუქტს როგორ ვქნით, იქიდან იწყება და პროდუქტი და სერვისის დიზაინი რამდენად არის რეალურად მომხმარებლის რეალურ საჭიროებაზე დაფუძნებული. ამიტომ მოკლედ შეიძლება ეს ვთქვათ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი, რომ ის რომ მნიშვნელოვანია ამის მტკიცება ნამდვილად აღარ გვჭირდება დღეს ქართულ ბაზარზე, თუმცა როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ეს კიდევ ჯერ მოკლედ დეფიციტურია და აი ძალიან ცოტა დრო გრჩება და ნათიასთან მინდა რომ CX Award-ზეც აუცილებლად თქვა ორიოდე სიტყვა და არ გამოგჩეს ეს მიმართულება რა მნიშვნელობის მატარებელია და ესეც ასე თქვა თქვენს წიაღში აღმოჩენებული ახალი მიმართულება, ახალი რაღა, მაგრამ პრინციპში ეს ნაწილიც ვითარდება და მინდა რომ შევაჯამოთ. მადლობა ლიკა, ეს ევარდის ნაწილი პრინციპში არა მარტო ბიზნესებისთვის, მათი აღიარების, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზარზე გატანის კონტექსტში დახმარებას გულისხმობს, არამედ ინდივიდუალური CX leadership-ის კუთხით გავკეთნიერდები და ვახსენებ არა მხოლოდ პირადი ჩემი, არამედ ზოგადად ჯამურად CX-აბის მიერ მთლიანად CX ეკოსისტემის შექმნის წვლილს, რომლის აღიარებაც სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა საერთაშორისო ბაზარზე, top 10-ში გამორჩეულ CX leader-თა შორის 35 ქვეყნის 4000-ზე მეტი მონაწილიდან. ეს იყო ფაქტიურად კიდევ ერთი ვალიდაცია და ასე ვთქვათ, პოზიტიური სიგნალი ქართული ბიზნეს ეკოსისტემისთვის, რომ ხშირად
შეიძლება საქართველოში შექმნილი კულტურა, რაღაცა ეკოსისტემა, სივრცე, სადაც მთლიანად პროფესიონალები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგია ერთად იყრის თავს, გახდეს აღიარების საფუძველი და რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, წინა ისტორია იმისთვის, რომ საქართველოდან შეიძლება CX-ის კუთხით განსაკუთრებული მოვლენები და გავლენები შეიქმნას. ამიტომ ეს ვალიდაცია ჩვენთვის პასუხისმგებლობაც არის, აღიარებაც არის იმის, რასაც CX-ს უკეთებია ათეულობით ინდუსტრიის საკმაოდ მნიშვნელოვან კომპანიებთან, როგორც მსხვილი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მსხვილ ბიზნესს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ფუფუნება და საშუალება აქვს გზავსით ტიპის სტრატეგიულ თემებზე კონცენტრირდეს, ასევე ჩვენ გვქნით ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სტარტაპერებისთვის, ნანამ როგორც ახსენა, რომ მათთვის აუთსორსის ფორმატით მთელი ეს ღირებულება და მეთოდოლოგიები, რომელიც საერთაშორისო ბაზრიდან შემოვიტანეთ და ვნერგავთ ქართულ ბაზარზე, იყოს აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხშირად ვამბობთ ხოლმე ეს პატარა ფრაზით დავასრულებ, რა საჭიროა ნებისმიერი ტიპის ცვლილება, ტრანსფორმაცია თუ ის ადამიანის გულამდე არ მიდის, იმიტომ რომ ეს ადამიანია, რომელიც ბიზნესისთვის ქმნის ღირებულებას, იხდის ამაში თანხას და ბიზნესის კომერციული ინტერესების ჯანსაღისდაც ზუსტად ამ ყველაფერს, რომელიც შემდეგ ისევ აკუმულირდება და აუცილებლად უკან დაუბრუნდება შემოსავლების სახით ბიზნესს, რასაც აჩვენებს თანამედროვე პრაქტიკა. მადლობა თქვენ ძალიან საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო აქცენტებისთვის და 3 აპრილს, მოკლედ, ბილდმორში გაიმართება რიგით მესამე CX ბიზნეს სამიტი და ყველას გაქვთ შესაძლებლობა, ბილეთებიც არის TicketJet-ზე, როგორც ვიცით, ხელმისაწვდომი, რომ ასე ვთქვათ, გაიაზროთ თანამედროვე ბიზნესის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რაც მომხმარებელთან ურთიერთობას ეხება საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპიკერების, გამოცდილი კვალიფიციური კადრების მეშვეობით, როგორც გვიანონსებენ CX Hub-ში. მადლობა ძალიან დიდი ნათია ჯიბლაძე და ნანა ახობაძე CX Hub-ის თანადამფუძნებლები იყვნენ ჩვენთან ერთად. სიუჟეტზე უნდა გადავიდეთ. ყოველწლიური World Happiness Report-ი კიდევ ერთხელ აჩვენებს, სად არიან ადამიანები ყველაზე ყოფილი ცხოვრებით. 2026 წლის მონაცემებით ლიდერი არის როგორც ყოველთვის ფინეთი, რომელიც უკვე მე-9 წელია პირველ პოზიციას მყარედ ინარჩუნებს, მაშინ როცა ბოლო ადგილზე ალბანეთი რჩება რეიტინგში. კვლავ დომინირებენ სკანდინავიური ქვეყნები. რა გასაკვირია და მაღალი შედეგებით გამოირჩევიან ასევე კოსტა-რიკა და მექსიკა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კლების ტენდენცია ფიქსირდება. ამ ფონზე გლობალური სურათი აჩვენებს, რომ სტაბილურობა და ძლიერი ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კეთილდღეობაში, ხოლო საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საშუალო პოზიციებზეა, ბოლო 5 წელში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და დაახლოებით 90-მე ადგილამდე გაუმჯობესდა. ნახოთ სიუჟეტი და ერთად გავიგოთ ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნების რეიტინგი. ყოველწლიურად World Happiness Report-ი აქვეყნებს, რომელ ქვეყანაში არიან ადამიანები ყველაზე კმაყოფილი თავიანთი ცხოვრებით და სად ნაკლებად. 2026 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, რომელიც ამ პოზიციას უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს. ანუ ამჟამად სტატისტიკა ასეთია: 7.8 ქულით პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ხოლო 1.4 ქულით ბოლო პოზიციაზე ავღანეთია, რაც გლობალურ კეთილდღეობაში დიდ განსხვავებას ასახავს. ზოგადად რეიტინგში მუდმივად სკანდინავიური ქვეყნები ლიდერობენ, მაშინ როცა კონფლიქტითა და არასტაბილურობით გამორჩეული ქვეყნები ქვედა პოზიციებზე არიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები 23-მე ადგილზეა და ეს ქვეყანა ბოლო წლებია მუდმივად კლებას აგრძელებს, რადგან მაგალითად 2011 წელს მე-11 ადგილზე იყო. ფინეთთან ერთად ისლანდია და დანია კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ინსტიტუტების მიმართ მაღალი ნდობა და ცხოვრების ხარისხი კეთილდღეობის მთავარი ფაქტორებია. ევროპის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით კარგი მაჩვენებელი კი კოსტა-რიკასა და მექსიკას აქვს. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ტოპ 10-ში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი კოსტა-რიკის მე-4 ადგილია, რაც ლათინური ამერიკისთვის რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო მექსიკამ 2022 წლის 36 ადგილიდან წელს მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალგაზრდებში კეთილდღეობის შემცირებაა, რაც ხშირად სოციალური მედიის გავლენის ზრდასა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდება. მეორე მხრივ ახლო აღმოსავლეთში ლიდერი ისრაელია, შემდეგ კი არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი მოდიან. აზიის ქვეყნებიდან ტოპ 30-ში მხოლოდ ტაივანი მოხვდა, რომელიც 26 პოზიციას იკავებს. ბოლო ადგილზე მყოფი ავღანეთი წლების განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობის, ომისა და უფლებების შეზღუდვის გავლენას განიცდის. მისი ქულა 2016 წლის 3.8-დან 2026-ში 1.4-მდე დაეცა. ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის ასევე მაინმარია, სადაც 2021 წლიდან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი
კონფლიქტმა მილიონობით ადამიანი იძულებითი გადაადგილების წინაშე დააყენა და ჰუმანიტარული კრიზისი გააღრმავა. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები შრი-ლანკასა და ბანგლადეშსაც შეეხო, სადაც მასშტაბურმა პროტესტმა ხელისუფლებების ცვლილებებიც გამოიწვია. საერთო ჯამში გლობალური ბედნიერების რეიტინგი მკაფიოდ აჩვენებს განსხვავებას იმ ქვეყნებს შორის, სადაც სტაბილურობა, ძლიერი ინსტიტუტები და სოციალური მხარდაჭერის სისტემები არსებობს და ასევე მათ შორის, სადაც ქვეყნები მუდმივად კონფლიქტსა და გაურკვევლობაში იმყოფებიან. საქართველოს მაგალითიც არ უნდა გამოგვჭეს და ბოლო 5 წელში ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 25-30 პოზიციით დაწინაურდა. თუ 2020 წელს 117 ადგილზე იყო, ახლა 90-ე პოზიციას იკავებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემას იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მყარ საყრდენზე საუბრით ვაგრძელებთ, რომელიც ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისა თუ ინდივიდის უკან მოიაზრება. საუბარი მაქვს იურისპრუდენციაზე. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ახალგაზრდა უაღრესად განათლებულ პროფესიონალებს, რომლებიც უცხოეთში მიღებულ ცოდნას სამშობლოში აბრუნებენ და ქართულ იურიდიულ ბაზარზე სრულიად ახალ დასავლურ სტანდარტს ამკვიდრებენ. ჩვენი შემდეგი სტუმარი იურიდიული კომპანია მესხიშვილი და პარტნიორების პარტნიორი მარიამ პირველია. მარიამის აკადემიური პორტფელი ცალსახად შთამბეჭდავია. ის არის ფულბრაიტისა და ედმუნდ მასკის პრესტიჟული პროგრამების სტიპენდიანტი, რომელმაც 2024 წელს პიტსბურგის უნივერსიტეტში საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრის ხარისხი დაიცვა. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კორპორაციულ სექტორში მიღებული გამოცდილება მან დამოუკიდებელ საადვოკატო პრაქტიკად აქცია და ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად ახალი კომპანია დააფუძნა, რომელიც კლიენტებს სრულ იურიდიულ მომსახურებას თავაზობს. ამასთან მარიამი ინარჩუნებს საერთაშორისო პრაქტიკასაც და ნიუ-იორკში ამერიკულ საადვოკატო ფირმაში იურიდიული კონსულტანტის პოზიციას იკავებს. რა გამოცდილებას იძლევა ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა და როგორია ახალგაზრდა ქალის გზა კორპორაციული იურისტიდან დამოუკიდებელი კომპანიის დაფუძნებამდე საქმიან გზასა და ამ გზის ყველა ეტაპზე დეტალებს თავად მისი შემოქმედი გაგვიზიარებს მარიამ პირველი მესხიშვილი და პარტნიორების პარტნიორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში საქმიანი ამბებით. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის უპირველესად და სტუმრობისთვის, იმიტომ რომ შესავალში რაც აღნიშნე, ნამდვილად ძალიან საინტერესოა თქვენი ასე ვთქვათ პირადი კარიერული გზის გადახედვა და მინდა რომ ეს გზა დავიწყოთ ყველაზე მყარი ფუნდამენტით და იმ საყრდენზე საუბრით, რასაც ქვია განათლება და რამაც საბოლოოდ განსაზღვრა პროფესიონალი, ხო? ამერიკული ცოდნა ქართული საგანმანათლებლო სისტემიდან რა შესაძლებლობები გახსნა თქვენთვის და რა იყო ის ასე ვთქვათ თავარი მონაპოვარი აი ამ ამერიკული აკადემიური თავგადასავლიდან რამაც უკვე შემდეგ მყარი საფუძველი მისცა თუნდაც საკუთარი კომპანიის შენებას. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენი დროისთვის, ინტერესისთვის და ესეთი კარგი წარდგენისთვის. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ამერიკულ თავგადასავალს, ეს იყო მართლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ყოველთვის ვიქნები მადლობელი ამერიკელი ხალხის პირველ რიგში, რომ მომცა ეს შესაძლებლობა, რომ ფულბრაიტის სტიპენდიით მიმეღო განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ძალიან პრესტიჟული სტიპენდია. და ამ სტიპენდიის მიზანი არის, რომ განათლების განვრცობის გზით მსოფლიოში მივაღწიოთ რაღაცა ურთიერთშეთანხმებას, მშვიდობას და უფრო ჰარმონიულ თანაცხოვრებას, ასე რომ ვთქვათ. რამდენად გამოგვდის ეს სხვა საკითხია, თუმცა მცდელობას არ ვაკლებთ. ამ სტიპენდიის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი 2023 წელს და გამემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პიტსბურგის უნივერსიტეტში მივიღე საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრის ხარისხი. ეს იყო ძალიან საინტერესო, სრულებით განსხვავებული საგანმანათლებლო სივრცე იმისგან, რისი გამოცდილებაც უკვე მქონდა, თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში საგანმანათლებლო სექტორში ჯიპასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მანამდე მივიღე, იყო აუცილებლად უნიკალური და საწინდარი იმისა, რომ შემდეგ უკვე ამერიკაში შემძლებოდა სწავლის გაგრძელება. შემდგომ ამისა, როგორც აღნიშნეთ, უკვე არის მეორე ეტაპი, რომელიც არის მასკის fellowship-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ პოსტსაბჭოთა, ასე რომ ვთქვათ, ქვეყნებიდან წასული სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ პროფესიული გამოცდილება უკვე უშუალოდ ამერიკელი
მომხმლებისგან და ძალიან გამიმართლა, რომ აღმოჩნდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საადვოკატო კომპანიაში, ჰელენ დალტონში, სადაც თავიდან მათ შეუერთდი როგორც fellowship-ის ერთ-ერთი სტაჟიორი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი უკვე მქონდა ბედნიერება იმისა, რომ დავრჩენილიყავი მათთან კონსულტანტის პოზიციაზე და რომელსაც დღესაც წარმატებით სრულდება ჩვენი თანამშრომლობა კონტინენტის მიღმაც, ასე რომ ვთქვათ, სრულებით remote დისტანციურ რეჟიმში ვახერხებთ თანამშრომლობას. ან ბარიერი არ არის ამ შემთხვევაში მანძილი? იცით, იმდენად უკვე ადაპტირება ხდება ნელ-ნელა სივრცის და იმდენად ბევრი კომპანია მართლა გადადის ამ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი რომ დროის საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს, 8-9 საათია ჩვენსა და შტატებს შორის სხვაობა, მაინც ძალიან მარტივად ხდება ეფექტური თანამშრომლობა, სწორედ აი ამ ახალი ტექნოლოგიური ადაპტირებული პროგრამების შესაძლებლობით. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბრობთ სრულად განსხვავებულ ორ იურიდიულ ლანდშაფტზე, რომელიც ერთი მხრივ იქნება საქართველოში და რომელსაც გვახვედრებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ერთი მხრივ რა სირთულეა, რამდენად განსხვავდება სპეციფიკით ჩვენი და იქაური ბაზრები და რა არის ის მთავარი თქვენი აზრით, რაც იქიდან უკვე პრაქტიკის სახით გადმოგაქვთ ქართულ რეალობაში? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ნამდვილად გეთანხმებით, რომ განსხვავდება, თუმცა მსგავსებების პოვნად შესაძლებელია. მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე გარკვეული სამუშაო გამოცდილებით მიდიხარ ამერიკაში და ეს არ არის პირველი სივრცე, სადაც პროფესიულ გამოცდილებას ღებულობ. თუმცა მით უმეტეს ჩემ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ის კომპანია, რომელშიც მე ვმუშაობ, იურიდიული ბიურო ძალიან მულტიკულტურულია. ანუ ეს არ არის მხოლოდ ამერიკელებით დაკომპლექტებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ეროვნების თანამშრომლები არიან წარმოდგენილი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ზუსტად ეს მულტიკულტურული გარემოა. როგორც პროფესიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ სხვადასხვა იურისდიქციის საქმეებთან გვიწევს შეხება, ასევე ადამიანური, წმიდად ადამიანური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიური თავგადასავალი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურის ადამიანები, როგორ ახერხებენ ერთ სივრცეში კოჰაბიტაციას და საკმაოდ წარმატებული პროდუქტის დადებას, რაც შესაძლებელია და ზუსტად აი ამის თქვენ თქვით რა შეიძლება რომ ასე რომ ვთქვათ ინკორპორირება მოხდეს ჩვენ სივრცეში. ეს არის ერთ-ერთი პირველი რისი გადმოტანაც ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ განსხვავებული, ასე რომ ვთქვათ, ბექგრაუნდის და ეროვნების და სტატუსის ადამიანები ერთ სივრცეში ძალიან კარგად წარმატებული პროდუქტის შექმნას ახერხებენ. და არა მხოლოდ იურისპრუდენციაში, ეს ყველა სფეროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადმოვიტანოთ ეს გამოცდილება. მარიამ, როდესაც ახალგაზრდა თავის კარიერას თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნით გამყარებულს იშენებს პლანეტის მთავარ ეკონომიკაში, სადაც ნამდვილად შესაძლებლობები არის უსაზღვრო. და ამ ყველაფრის მიუხედავად ის ბრუნდება საქართველოში და აქ იწყებს საკუთარი, ასე ვთქვათ, კარიერის სრულად სხვა მიმართულებით შენებას, ხო, ეს შენი კომპანიის დაფუძნება კიდე სხვა პასუხისმგებლობა და სხვა სირთულეებია. აი, რა იყო მთავარი მამოტივირებელი, არ ვიცი, ბიძგი, ძალა, რამაც ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გაგაბედინათ, რომ მოდი ცოტა ხანი ჩავეხსნები იქაურ ბაზარს და ამ რეალობაში დავბრუნდები, ბევრი მხრივ არ გვაქვს ახარბიელო რეალობა და ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა თქვენგან ამ კითხვაზე პასუხის მისმა. კი, ნამდვილად ასეა და გამოგიტყდებით და ბევრი მეკითხება ამას, რომ ან რატომ დაბრუნდი, ან რისთვის დაბრუნდი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, მართლა ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ სივრცეში მქონდა შესაძლებლობა საქმიანობის გაგრძელების. თუმცა Fulbright-ის რო დავუბრუნდე, მოკლედ სტიპენდიის ერთ-ერთი მთავარი არსი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სტიპენდიას მოიპოვებენ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ და არა მხოლოდ ვიწრო პირადი ინტერესების და კარიერული მიზნების რეალიზებისთვის. შესაბამისად, მეც გავიზიარე ეს ხედვა, იმ თავითვე გაცნობიერებული მქონდა წასვლის დროს, რომ მიზანი იყო არა დარჩენა და წარმატებული ეკონომიური პორტფელის შექმნა, არამედ დაბრუნება და იმ მცირედი წვლილის შეტანა, რომელიც იქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შესაძლოა ქართული ეკონომიკის და იურისპრუდენციის განვითარებაში
ძალიან მცირე ვიქნები თავმდაბალი, მაგრამ მაინც გარკვეული კონტრიბუციის სახით შევიტანო და შემეტანა. ეს იყო მთავარი იდეა და დღემდე ამათ რჩება. რაც შეეხება უკვე უშუალოდ კომპანიის დაფუძნებას და ბიძგს, ბიძგი ნამდვილად მჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ეს ბიძგი იყო ჩემი ყოფილი უფროსი, როგორც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ბატონი დავით მესხიშვილი, რომელთან ერთადაც მე საქართველოს ბანკში წლების განმავლობაში მუშაობდი litigation-ის სამართალწარმოების მიმართულებით, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა მივიღე დათოსთან ერთად და შესაბამისად შემოთავაზება იმის შესახებ, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მოგვეხმარებინა და გამოგვეყენებინა როგორც კორპორაციების, ასევე ინდივიდუალური პირების სასარგებლოდ, ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა და რაც მთავარია, კავშირში იმ მიზანთან, რისთვისაც ამერიკაში ვიყავი სასწავლებლად. ხო, მაგრამ ესეც რთულია კორპორაციული კომფორტი და გამოსვლა. ნამდვილად, ძალიან რთულია, იმიტომ რომ კორპორაციას თავისი ძალიან ბევრი კომფორტული პლუსები აქვს, თუმცა ადვოკატის პროფესიაში ყველაზე მომხიბვლელი ჩემთვის არის ის, რომ ეს არის თავისუფალი პროფესია. თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც აქვს კერძო საადვოკატო საქმიანობას, არ შეედრება მომიტევოს ყველა საკორპორაციო იურისტმა იმ ხარისხს, რომელიც კორპორაციაში მუშაობის დროს არსებობს. ორივეს, რა თქმა უნდა, თავისი პლუსები და მინუსები აქვს, თუმცა ჩემ შემთხვევაში მე ასე ვხედავ და ჩვენ ასე ვხედავთ, რომ ადამიანებისთვის და ადამიანისთვის, როგორც მთავარი ღირებულებისთვის, რისთვისაც ჩვენ იურისტები ამ პროფესიას საერთოდ ვირჩევთ, მგონია რომ დღეის მდგომარეობით არსებული ვითარების და გარემოს გათვალისწინებით ყველაზე დიდი სიკეთის გაცემა კერძო საქმიანობიდან არის შესაძლებელი. მოდი ვისაუბროთ კომპანიაზეც. დიდი სიამოვნებით. რას მოიცავს დღეს უკვე თქვენი პორტფელი, ვინ არიან თქვენი ძირითადი კლიენტები, რა სეგმენტზე მოდის ასე ვთქვათ უფრო დიდი წილი და დავებით უფრო რა მიმართულებით არის მძლავრად თქვენს პორტფელში წარმოდგენილი? ჩვენი კომპანია 10 აპრილს ხდება 1 წლის. ჯერ ახალბედები ვართ, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია, თუმცა როგორც აღნიშნე, საკმაოდ დიდი კონტინენტთაშორისი გამოცდილებით. კლიენტები გვყავს ყველა მიმართულებით. ამ 1 წლის განმავლობაში შევძელით, რომ საკმაოდ ბევრი ბიზნეს სუბიექტისა და ინდივიდუალური პირის ნდობა მოგვეპოვებინა. ძირითადი სეგმენტი ჩვენი არის, რა თქმა უნდა, საკორპორაციო კერძო სამართალი, რომელიც როგორც აღნიშნები და დავითის ასევე ფონად მოგხსდევს, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და ვფართოვდებით, ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლიენტებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით მომსახურებასაც, რასაც ჩვენი პარტნიორები, კვალიფიციური ადვოკატები შესთავაზებენ ჩვენს კლიენტებს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რა არის ჩვენი მიზანი, ხო? ამ ძალიან სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებზე ადაპტირებულ გარემოში, რომ ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ადამიანს, რომელსაც სჭირდება იურიდიული კონსულტაცია. არ მივიდეთ დავამდე, რაც თქვენ ახსენეთ, დავების მიმართულება, სიმართლე რომ გითხრათ, რომელიც მე ძალიან მიყვარს სასამართლოში წარმომადგენლობა, თუმცა კლიენტისთვის ეს არ არის საყვარელი სივრცე. ამიტომ ვცდილობთ, რომ არსებული პრობლემა დავაიდენტიფიციროთ ძალიან მარტივ ენაზე კლიენტისთვის და მას შევთავაზოთ გადაჭრის უმოკლესი და მისთვის ყველაზე ხელსაყრელი გზა, რომელიც უმჯობესია თუ დავამდე არ მივა. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა აი ძალიან საინტერესო ხა ამ ხრივ ცნობიერება როგორია ქართულ კორპორაციულ სექტორში, რომ ადვოკატი ჭირდებათ ხშირ შემთხვევაში მაშინ, როცა უკვე დავაზე არის მისული თუ არიან იმ ეტაპზე უკვე გადასულები, რომ მიხვდნენ, რომ პრევენციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაგეთანხმებით, აბსოლუტურად სწორი დაკვირვებაა. საბედნიეროდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტენდენცია იცვლება უკეთესობისკენ და უკეთესობაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი კლიენტების არსებული კლიენტების უმრავლესობა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენგან იღებს ყოველდღიურ ბიზნეს რისკებთან კავშირში მყოფ იურიდიულ კონსულტირებას. ანუ ეს ნაკლებად ეხება აუცილებლად სასამართლომდე მისულ დავას, ასეთი გვაქვს ცალსახად, მაგრამ ძირითადი წილი ჩვენი საქმიანობის მოდის აბსოლუტურად ყოველდღიურად მათ ბიზნეს საქმიანობაში ჩართულობასთან, რაც ნაკლებად ეხება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირებს, როდესაც მომსახურებას ვუწევთ, იქ უკვე ცალსახად ეს მდგომარეობა. ჯერ ჩვენთან აი ამერიკისგან განსხვავებით, რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, იქ ინდივიდუალურ პირებსაც ოჯახებს ყავთ თავიანთი ადვოკატები. ხო, ეს ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, თუნდაც ასე ვთქვათ, მარტივი ბიზნეს საქმე. ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენთან ეს განვითარებულია ამ ეტაპზე და წინ მივდივართ ბიზნესის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ და იმედს ვიტოვებ, რომ ინდივიდუალურ კლიენტებთანაც გვექნება ეს პრაქტიკა.
თქვენ გაცხადებული გაქვთ, ასე ვთქვათ, თქვენს ინფორმაციას რომ გადავხედოთ, არის ფრაზა, რომელიც ასე ვთქვათ, პირველად მოგივა თვალში, სწრაფი, ეფექტიანი მომსახურება. მოდი აი ამ კომპონენტებზე გავამახვილოთ ყურადღება, დღეს რა მნიშვნელობა აქვს სისწრაფეს? სასამართლომდე სასამართლოში ცალკე თავისთავად სხვა მნიშვნელობას იძენს ასეთი გადატვირთული სასამართლოს პირობებში, მაგრამ აი მანამდეც და ზოგადად როგორ რა მექანიზმებს იყენებთ, რომ ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკაში განახორციელოს? კი, ნამდვილად ასეა, სასამართლოს ნაწილი ეს სხვა ნაწილია და ძალიან გადატვირთულია ჩვენი სასამართლოს სისტემა და ჩვენ ყოველთვის ვუხსნით ამას კლიენტებს, რომ თუ მივალთ სასამართლომდე, იქ დროის კონტროლი მარტო ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის სამწუხაროდ. თუმცა იქამდე სანამ მივალთ სასამართლომდე, მაქსიმალურად ჩვენი უპირატესი მიზანი არის სწრაფი მომსახურებების მიცემა კლიენტისთვის. დრო აბსოლუტურად ყველა სუბიექტისთვის არის ნომერ პირველი მნიშვნელობის და მით უმეტეს, როგორც ვთქვი, ტექნოლოგიების მზარდი განვითარების პირობებში უკვე ჩვენ პროფესიაშიც ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი დოზით შემოდის ხელოვნური ინტელექტი და მისი სხვადასხვა რესურსები, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ბევრი მომხმარებლისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, თუმცა ბიზნეს სეგმენტისთვისაც კი ეს არ არის იმდენად დამოუკიდებელი ცალკე არსებული მექანიზმი, რომელიც სრულად მიენდობა მას. ამიტომ ჩვენ ამას ასე რომ ვთქვათ, უყარ ვაგდებთ და სრულად უგულებელყოფას არ ვუკეთებთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მექანიზმები, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს, ჩვენ საქმიანობაში, ასე რომ ვთქვათ, გადმოვიტანოთ და შევითვისოთ და სწორედ მათზე დაყრდნობითაც, მათ შორის გარდა ჩვენი დაუღალავი შრომისა, მათზე დაყრდნობითაც კლიენტს შევთავაზოთ, რაც შეიძლება სწრაფი პროდუქტი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი დანიშნულება მათთვის ეს არის, რომ და კიდე ერთს ვიტყვი, რომ იურისტების როლი ხშირად ასე გაიგება, რომ გვახასიათებს ჩვენ ეს, რომ რაღაცა პრობლემა რო არსებობს, განუმარტავთ ხოლმე, რომ აი ეს პრობლემა არსებობს და კანონში ასე წერია. ეს ნაკლებად აინტერესებს არა იურისტ მომხმარებელს, მისთვის მთავარია პრობლემა როგორ გადაუჭრათ და შესაბამისად ჩვენი დანიშნულებაც ეს არის, რომ ვიპოვოთ რაღაცა სტრატეგიული მექანიზმები, რომლის ეთიკურად გამოყენებითაც კლიენტისთვის სასურველ შედეგს მივაღწევთ. და ბოლოს მარიამ ცოტა დრო გრჩება და მინდა რომ რჩევაც დაუტოვოთ ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა ფიქრობს, რომ თავის პროფესიული განვითარების სხვადასხვა ეტაპს გაივლის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. რისთვის უნდა იყოს მზად, რას გაძლევს ეს ბაზარი და როგორ უნდა, ასე ვთქვათ, გამოიყენოს სწორად ეს შესაძლებლობები, რისთვის უნდა იყოს მზად, როდესაც აბიჯებ მართლა ასეთ, არ ვიცი, მულტიკულტურულ ცენტრში და მთავარ ბიზნეს ეპიცენტრში. მზად ბევრი გამოწვევისთვის პირველ რიგში ამას ვიტყოდი და იმ თავითვე ვიტყოდი იმას, რომ ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიღება, მით უფრო აი ასეთი სტიპენდიების გამოყენებით. ეს არის ენით აღუწერელი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, რომელიც შემდეგ უკვე შეიძლება უფრო ფართო სპექტრს და ქვეყანას მართლა სასიკეთოდ გამოადგეს. მზად ბევრი გამოწვევისთვის მე მახსოვს, როდესაც უკვე მივდიოდი უნივერსიტეტის დასრულებისკენ და იწყება იქ CV-ების გაგზავნის ეტაპი, რომელიც საკმაოდ ადრე იწყება, თუ გინდა რომ ზაფხულში მუშაობა დაიწყო, წინა ზაფხულს უკვე უნდა გქონდეს პოტენციური დამსაქმებლების სია ესეთი შედგენილი და ზოგჯერ რაღაცეები, რასაც შორიდან უყურებ, ძალიან მარტივად გვეჩვენება ხოლმე, რაც სინამდვილეში ასე არ არის. თითოეული ნაბიჯის უკან, რომელსაც ჩვენ რაღაცა მერე უკვე CV-ში ლამაზად ვკითხულობთ და ამოვიკითხავთ ხოლმე, ძალიან ბევრი შრომა და სწავლა და თავდადება დგას, თუმცა ეს აუცილებლად ფასდება საბოლოო ჯამში, მით უმეტეს, როცა საყვარელ პროფესიას და საყვარელ საქმეს ეხება საქმე. და ნამდვილად, როცა ჩვენ ვხედავთ ამერიკული ოცნების უკვე პრაქტიკაში განხორციელების მაგალითებს, მათ შორის თქვენი სახით, ნამდვილად არის ძალიან სასიამოვნო, როცა ქართველებით განან ამ ყველაფრის მიღმა და აძლიერებენ, ასე ვთქვათ, ორივე კონტინენტზე ბიზნესის წარმოების და განვითარების შესაძლებლობებს. მადლობა ძალიან დიდი მარიამ. წარმატება ორივე კონტინენტზე, იმ გზაზე, რომელსაც უღრმესი მადლობა. სათავეში მარიამ პირველი მესხიშვილი და პარტნიორების პარტნიორი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეკუცნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით.